მოგესალმებით. მე ლექსონას ვაშვილი ვარ. დღეს 2019 წლის 9 მარტია. ილოცავთ ყველა მანდილოსას 8 მარტს. უშინ იყო 8 მარტი. ავალს დაგასწროთ ღმერთმა. ჯანმრთელები, ლაღები და ლამაზები. გადავიდეთ დღევანდელ თემაზე. წინა ვიდეოში გადავიღე ჯარასკები და მქონდა Facebook სივრცეში ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორ არის გაკეთებული, რანაირად კეთდება და ეხლა 2 დღეა ვმუშაობთ აქ ჩვენ ჯარასკებს ვარგებთ ერთმანეთს და გამახსენდა ეს შეკითხვები რო იყო დღეს დილით დავიწყებ მუშაობა დილიდან განვაახლეთ მუშაობა და გადავწყვიტე ეხლა ეს ვიდეო გადამეღო და მეჩვენებინა თუ როგორ არის გაკეთებული და რა პროცესებს გავდივართ ეხლა ისევ 10 წლის წინ დაღუპულ ოჯახებში რომ ფუტკარი ჩავსვათ თავიდან. საკმაოდ შრომატევადი გამოდგა, გვეგონა გუშინ დავიწყებდით და გუშინო დავამთავრებდით, 2 კაცი ვართ, მე და ჩემი მეგობარი და ძალიან გაგვიჭიანურდა ეს საქმე. მოკლედ გადავალ საქმეზე. აგერ ჩემი მეგობარი ილია ხარაზიშვილი მეფუტკრე, წარმატებული მეფუტკრეა. ასწავლის კოლეჯ აისში მეფუტკრეობას პრაქტიკას და მის დახმარებით აგერ 2 დღეა ვეწვალებით ჯარასკების ფორმაში მოყვანას. მოკლედ არის მოსარგები ერთმანეთზე. იმიტომ რომ ამ სკებში არის 10 წლის წინ ოჯახები დაღუპული და აი თუ დააკვირდებით ხანი აქვს ახლა ამას და აი ესე ნაშვება შუაში არის ამოსაღები. აი ამას ვიღებთ დრეილის მეშვეობით, ელექტროსალაშინის მეშვეობით და მე უკვე ერთმანეთზე კარგად ერგება. აი უკვე გაჩვენებთ მორგებულ ჯარას. ნორმალურად არის ეს უკვე მორგებული, ეს რომ თავიდან გენახათ იყო რაღაცა ჯადო. მოკლედ აი ესე ვიღებთ ცალმხარეს, ვასალაშინებთ, მეორე პირსაც ვასალაშინებთ და უკვე ერთმანეთზე ერგება. რადგანაც ავხადე სკა, გადავალ პირდაპირ ამსკის ნახევას აგიხსნით. აი აქ არის ნახრეტი, საიდანაც ფუტკარს ეხმარებოდნენ რომ გასულიყო აქედან ზედმეტი ნაგავი გადაეყარათ, დაღუპული ფუტკრები გამოეყარათ სკებიდან და აი აქ აქვს დატნეული საფრენები. ეს არის ძირი მხარე. ძირი მხარეა და ეთყობა კიდევაც ნამუშევარს როგორც არის. ანუ ბენზო ხერხით აი ასეთი მსგავსი ხერხით აქვს ამოჭრილი ამ ადგილზე. თავიდან შუაზე იხეთქება, აი შეხედეთ ხეები არის გახეთქილი და არ არის ვინცია დაჭრილი. ეხლა მოგვიწევს აი ამის ამოჭრაც და ამის მოჭრაც ესე მთლიანად რომ დავსვათ ერთმანეთზე. 10 წელი რომ ამ სკებში ფუტკარი იყო დეფორმირებულია უკვე სკები. მე გიხსნით ეხლა უშუალოდ გაკეთების პროცესი როგორ აქვს შესრულებული. 10-12 წლის წინ არის სკები დამზადებული. მოკლედ გახეთქილი აქვთ შუაზე მორი და შემდეგ აი ამ ადგილებში 1, 2 აქეთ ნაპირიდან 3 და 4 ბენზო ხერხით არის ამოხერხილი და შემდეგ უკვე მსგავსი აი ესეთი ხელსაწყოებით და ცოტა ძლიერი ნაჯახებით არის ამოღებული გული. გული ამოღებულია, ზედაპირი მოსწორებულია, ნახრეტია გაკეთებული და პრინციპში ერთმანეთზეა მორგებული უკვე ეს ორი სკა. აი უკვე ამის ზედა თავია. აქეთ გადმოვინაცვლოთ
მოკლედ ყველგან რაღაცა ხელსაწყო გიდევს რომ უცბად გვინდა რომ დავამთავროთ თან აი აგერ ორი ცალი თამასა აქვს დაყოლებული ამას და ამ თამასებით უფრო ფიჭას ამაგრებ და მსკის შემქმნელი ვიდრე გამზადებულია ეგეც წაიღე გამზადებულია ილია გამოწვაზე მუშაობს დღეს წინ წავიგდეთ გუშინ საქმე მოკლედ აჭარაში როგორც ხან შესულმა მეფუტკრე მაგვიხსნეს შუაში არის ესე ჯოხი და დატანებული ამ იმაში და გვეუბნებიან რომ აქამდე არის ფუტკრის ამის იქით რაც მოაქვს ფუტკარს ის უკვე ჩვენიაო და აქ უბრალოდ დატანებული აქვს მე როგორც მივხვდი და ამიხსნეს სვანეთში მოხუცმა მეფუტკრეებმა ეს არის დატანებული იმისთვის რომ ფიჭები დაიკავოს სამწუხაროდ მე ვეღარ ვნახე სვანეთში მოქმედი საფუტკრე სადაც გადავიღებდი ასეთ სკეპში ფუტკარს უკვე აღარსად არ ყავთ ასეთ სკეპში ფუტკარი და უბრალოდ დამხვდა 10 წლის წინანდელი დაღუპული ოჯახების სკები მე არ მინდა რომ ამ სკებით ახლა თავი შევაწყინო იმ ჩემი არქის მაყურებლებს და გამომწერებს რომლებსაც არ აინტერესებთ ეს სკები უბრალოდ აგიხსნით კიდევ თხოვნა იყო ჩვენი მეგობრები და მუშა პროცესში გავითვალისწინე და ვიღებ რასაც ვაკეთებ მოკლედ აი ახლა ამას მე აქედან პირდაპირ ავასალაშინებ ამას მეორე მხარესაც და უკვე მივიღებ ტყელი ზედაპირი და ეს უკვე დაჭდება მეორე მხარეს. აქეთაც თითქმის იგივეს გავაკეთებთ. თუ დააპირებთ ასეთი სკების გაკეთებას, ჯობია რომ გაჭრათ მორი არის თანამედროვე უკვე ხერხები, რომლებიც კარგად ჭრის ხეებს და არანაირი პრობლემა არ იქნება თუ ძველ რამაში ჩააყოლებთ და იქ გადაჭრით, იმიტომ რომ აი ეს ეხლა გახეთქილი საკმაოდ დიდ პრობლემებს მიქმნის დამუშავებისას. რამდენი 10 წლის წინ დაყარეს ეს სკები, მის მერე ამ სკებში რაღაც ფუტკარი ყოფილა და რაღაც არავის არაფერი არ გაუკეთებია და უკვე მზეზე და იმაზე დეფორმაცია აქვს მიღებული სკებს. მოკლედ არის ადგილ-ადგილ გახსნილი და ესეთ გახსნილებს შველით აი ამნაირი ესე ვაბავთ. ასე უკეთებთ, გადავნებთ და უკვე აღარ სკდება. აღარ გაიხსნება, მოკლედ თავს ვიცავთ ამით. ეს არის ახლა გამომწვარი უკვე გამოწვას უფრო იმიტომ ვაკეთებთ, რომ 10 წლის წინ არის ამ სკებში დაღუპული ოჯახები და არ ვიცით რა დაავადება იყო შიგნით ამ სკებში და რატო დაიხოცა ფუტკარი და არ მინდა რომ გავაშავოთ კედლები, ამას მერე ხეხავთ ჩოთქით და პირდაპირ ხან დრე იმით ხია პირზე დაყენებული ფოლადის იმით წვერებით ხეხავთ ხან და ვაპირებთ გამოორეცხვას ნაცრით და მარილით. ნაცრს და მარილს ერთმანეთში გავხსნით და ამით გამოურეცხავთ, შემდეგ როცა გამოსუფთავდება და გამოთეთრდება გულები. მოკლედ სულ ამის თქმა მინდოდა, ესე საკმაოდ ბევრი აქვს ნაწვალები ამ სკების გამკეთებელს 10 წლის წინ საკმაოდ ნაწვალები აქვს და ახლა არ მინდა რომ ვიფიქროთ რომ იმეს გაშინებთ, მაგრამ თუ მოინდომებს ადამიანი არაფერი რთული ამის გაკეთება არ არის. აიღებთ ჩვეულებრივად და გააკეთებთ.
ახლა ჩვენ გვინდა რომ ამას ბადეები დავუყოლოთ აქ ესეთ ზოლად ბადე გავუკეთოთ შემდეგი დამუშავებისთვის. ახლა საკმაოდ გადავიღალეთ ეს 2 დღე. გეგონა რომ გაგვიადვილდებოდა, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი გამოდგა ეს საქმე და მოკლედ ვფიქრობთ რომ როგორც კი დრო გვექნება გადავიტანოთ ისევ ხერხზე და ძირები ამოუჭრა თან ლობზიკი თან მსგავსი ხელსაწყოთი. ჯობია რომ ბადე ქონდეს ჩემი აზრით რა, უფრო მეტი კარგი ვენტილაცია ექნება. მე რაც კი სკეპს ვაკეთებ ახლა ჩემთვის ადრე სარეალიზაციოდ ვაკეთებდი სკეპს წელს უკვე და შარშანაც უკვე აღარ გამიყიდია სკები, შარშან შემოდგომით გავაჩერე, იმიტომ რომ ვეღარ მოვიცალე ამ სკებისთვის, უბრალოდ რასაც ვაკეთებ ჩემთვის, ყველას კაც ბადეს უყოლებ და თქვენს გიჩვენებთ რომ ბადეები დავუყოლოთ. ძალიან ბევრი პლუსები აქვს ბადეს, დაყოლებულ ბადეს. მოკლედ სულ ეს მინდოდა მე თქვა, ეს არის ჩვენი ჯარასკები, ვამზადებთ იმისთვის რომ წავიღოთ და დავამაგროთ ტყეში ხეებზე, სადაც გვექნება ველური თაფლი, ეგრეთ წოდებული. ახლა კიდევ მინდა გითხრათ რომ არ ქონეთ მოლოდინი რომ ამ სკეპში რაღაცა დიდი რაოდენობის თაფლი ამოვა, არავითარი დიდი თაფლი არ ამოვა, უბრალოდ ვისაც გვიყვარს ეს საქმე და ვისაც სიამოვნებს ექსპერიმენტები და ვისაც ფუტკართან ურთიერთობა სიამოვნებს, მიტო ვაკეთებთ და ცოტა ისაა, რა ქვია, ძალიან ლამაზიც იქნება ჩემი აზრით, ისევ ძველ ადატზე და ისევ ძველ მეთოდებით თაფლის მიღება და მოკლედ მე ვაპირებ რომ ამ სკეპშიც ვიყოლიო, მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე სკეპშიც მყავს ჩემ დამზადებულ თერმულ სკეპში მაქვს ხის სკებიც, მინდა რომ ამ სკეპშიც ვცადო და გავაკეთო ტყეში ველური თაფლის საფუტკრე მეურნეობა. სულ ეს მინდოდა მეთქვა, წარმატებებს გისურვებთ და თუ რამე კითხვები დაგებადებათ შემდეგ ვიდეოებში შევეცდები რომ გაგცეთ პასუხი და წარმატებულ სეზონს გისურვებთ, ბარაქიან წელიწადს, უხმოსავალს და ფუტკრის გამრავლებას.